მოგესალმებით, ტელეკომპანია კავკასია პროგრამვარსკვლავები გვამსხლობენ მე, ასტროლოგი და ტელეწამყვანი მიხეილ ცაგარელი, კვლავ თქვენთან ვართ და ვსაუბრობთ რასკვირად ჩვენს ასტროლოგიაზე, მოვლენებზე, რომელიც ცისკაბადონზე ვითარდება და ის რაც ხდება ცისკაბადონზე, რაც ზევით არის, როგორც ჰერმეს ტრისმეგის მაგვითხრა, ის არის ქვევით. მოდი ასე ვთქვათ, სამწუხაროდ ის რაც ჩვენ აღვნიშნეთ წინა ჩვენს გადაცემაში მართლდება. ანუ ჩვენ აღვნიშნეთ და ისეც აღვნიშნეთ რის გამო ხდება ეს ამბავი. პირველი დედამიწის სასტიკად უარყოფითი ენერგოველი, ერთი, მეორე იუპიტერის და სატურნის ორი დიდი პლანეტის ურთიერთწინააღმდეგობა და მათი სამკროსაიცოცხლო ბრძოლა ერთმანეთთან. და მესამე ორი, შეიძლება ითქვას, ომის პლანეტის, ბოროტი პლანეტის, მარსის და ურანის დაპირისპირება. ეს ხდება ახლა ცისკაბადონზე, გამოცხადებულია ცაზე კოსმიური შტორმი, მოდი ასე ვთქვათ, შეიძლება ისე ითქვას. და აღვნიშნოთ, რომ ეს ყველაფერი დაიწყო უკვე წინა კვირიდან, გაგრძელდება ამ კვირის განმავლობაში. მე ვფიქრობ, რომ დაახლოებით 6 რიცხვამდე მაინც ვერ გადაურჩებით კოსმიურ შტორმს. თუმცა 20 რიცხვამდე მაინც. მინიმუმ, მოდი ასე ვთქვათ, მაქსიმუმი და მინიმუმი. მაქსიმუმი 26 რიცხვამდე გასტას, მინიმუმი 20-მდე. 20-ის მერე მე ვთვლი, რომ ცოტა გამოიდარებს სიტუაცია, იმიტომ რომ 21-ში ჩვენ გვაქვს უკვე ასე ვთქვათ, ზაფხულის ბუნიობა, ძალიან მნიშვნელოვანი, საინტერესო დღეა, თუმცა მე მაინც ვთვლი, რომ სადღაც 26-მდე მაინც ეს დაძაბულობა არ დასრულდება და ახლა სწორედ მინდა კიდევ ერთხელ გაჩვენოთ, რომ რას ნიშნავს ჩემს ასტროკალენდარში არის აღნიშნული, რას ნიშნავს რატო ახლა ესეთი განსაკუთრებით რთული, ეს არის დედამიწის გეომანტია, ხო, ენერგოველი. ყვითელი, აქ შუახაზი, ყვითელი ნიშნავს, რომ ეს არის ნულოვანი ზონის ქვევით. ჩასვლა დედამიწის გეომანტიისა, რაც ძალიან ძაბავს, ასე ვთქვათ, ენერგიებს დედამიწაზე, კოსმოსში და ადამიანში აძლიერებს ემოციურ გაღიზიანებას, კონფლიქტურობას. და თქვენ ხედავთ, როგორი მწვანე იყო დაუშვათ აპრილის, ხო, განსაკუთრებით პირველი ნახევარი. ეს ნიშნავს, რომ შედარებით პოეტო-ენერგოველი იყო, მაისში უკვე დაიწყო ცოტა, ასე ვთქვათ, გამძაფრება დედამიწის გეომანტიამ და ეხლა მიაღწია პიკს, -30 ქულაზეა ჩამოსული. ასეთი ძლიერი ჩვენ გვექნება კიდევ ამ წლის განმავლობაში ოქტომბერში და შემდეგ დეკემბერში. და ის ორი თვეც იქნება ძალიან საყურადღებო, იმიტომ რომ ამ დონის -30 წლის განმავლობაში მეტი არ არის 300 სულ და პირველი გვაქვს ივნისში. და ეს ნიშნავს სწორედ იმას, რომ საოცრად იძაბება საერთო სიტუაცია, თქვენ ამას ხედავთ, რაც მოხდა ისრაელსა და იგივე დაუშვათ ირანს შორის. რაც ძალიან დიდ ხიფათს წარმოადგენს მათ შორის საქართველოსთვის და ეს არის გლობალური ბრძოლა, ასე ვთქვათ და გამოწვეული არის ყველა ამ მოვლენებით, რომ ჩვენ ახლა აღვნიშნეთ. ამიტომ რასკველია სიტუაცია რთულია და 25-26 წლები გახსოვთ ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ იქნება ალბათ ყველაზე რთული, იმიტომ რომ აქ გაირკვევა როგორ მოხდება გადანაწილება საერთოდ სამყაროში, ვინ მეტად იმარჯვებს, ვინ ნაკლებად ეხამედის ძალთა მოსინჯვა, დაუშვათ ისრაელისა ირანთან, ირანისა ისრაელთან, იგივე დაუშვათ ბრიტანეთი, შეერთებული შტატები, ევროკავშირი, ესენი თავისას ცდილობენ, ევრაზიული ჯგუფები და მათი კავშირის ქვეყნები კიდე თავისას ცდილობენ და მოკლედ ვინ ვის. ეს მომენტია და იჩაგრება ამასობაში ასაკულია ადამიანი. უპირველეს ყოვლისა. სამწუხაროდ ამ დავიდარებაში ვარ და მე ვთვლი, რომ მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ, ახლა მით უმეტეს იცით რა, ვინც არ მისმენს, ძალიან ცუდ დღეს ჩავარდნენ ისინი. რა კუთხით, იმიტომ რომ ვინც მომისმენა, სხვა შორის ბევრ რაღაცების შეცვალა. მაგალითად ერთ-ერთმა პიროვნებამ, რომელსაც ჰქონდა ახლა გამგზავრება ისრაელში, უარი თქვა და გადაცვალა ბილეთი თვის ბოლოზე. და ჭკვიანურადაც მოექცა და ვინც არ მომისმინა და წავიდნენ ისრაელში ჩარჩნენ ახლა ეგ და არის ერთი ამბავი და ჰქონდა კიდევ საუბარი მათთან ახლა და დაწყნარება და ამშვიდობა და თხოვე რომ სადღაც მე ვფიქრობ რომ იქნებ უფრო ადრეც მოგვარდეს ეს ამბები, მაგრამ 26-მდე მაინც მე ვთვლი რომ და მაქსიმალურად ხილად ეუბნა, იმიტომ რომ მეეჭვება რომ სადგურები გაიხსნას. ამიტომ
ეხლა ვისაც აქვს ეს მოგზაურობა ხალხო მინდა გთხოვოთ რა რომ დრო შეიცვალა ეს არ არის ის როგორც თქვენ შეგეძლოთ 2 3 5 წლის წინ თავისუფლად წასვლა წამოსვლა ეხლა აბსოლუტურად სხვა დროა მიდის სერიოზული გადანაწილება მიდის არნახული ბრძოლა ცისკაბადონზე შავ და თეთრ ძალებს შორის და კოსმიური შტორმია ხედავთ თქვენ რა ხდება ხო მათ შორის ამინდი რა მდგომარეობაშია ხო დედამიწის გეომანტია კაცობრიობა როგორ გადაირია ეს არ არის ჩვეულებრივი პერიოდი დაიწყება ახლა ადამიანთა გადარჩევა ხო სულების ტრანსფორმაციის პერიოდია წინ ურთულესი დრო გვაქვს და წინა გადაცემაში ქონდა ჩვენ ამაზე უკვე საუბარი გარკვეულწილად გაგაფრთხილეთ კიდეც ეხლა ძალიან მთხილად თუ რაღაცა განსაკუთრებული არ არის ძალიან მთხილად მით უმეტეს ფეთქებად საშიშ ქვეყნებში და მე ჯერ წინა გადაცემაში აღვნიშნე რომ დაუშვათ აზიის ქვეყნები და ახლო აღმოსავლეთი არის ყველაზე ფეთქებად საშიში და ახლა დავუშვათ თქვენ ახლა რომ წახვიდეთ გერმანიაში ეს არ წარმოადგენს ისეთ პრობლემას თუმცა ახლა ყველაფერი პრობლემურია მაგრამ ეს არ არის ახლა იმდენად სახიფათო როგორც მაგალითად ახლა წასვლა ისრაელში ან ახლო აღმოსავლეთის რომელიმე სხვა ქვეყანაში სადაც არის ძალიან მძაფრი დაძაბული სიტუაცია ხო საგანგებოდ აღნიშნეთ რომ ივნისი აი ამ რეგიონებს განსაკუთრებით მოიცავს მაგრამ ვინც არ მისმის რეგულარულად მან არ იცის და შესაბამისად ეგერ თავისუფლად წავიდნენ ჩარჩნენ იქ და ახლა აქედან მაქსიმალურად ვამშვიდებთ ვაწყნარებთ და ასე ვთქვათ ვანუგეშებთ ჩვენს თანამემამულეებს სხვა გზა არ აქვს ამ შემთხვევაში ერთ სიტყვით ვიყოთ ყურადღებით იმიტომ რომ შემდეგი კვირა საკმაოდ დაძაბულია და ასე ვთქვათ აქ აგრესიაც მაღალი იქნება როგორც ქვეყნებს შორის ადამიანებს შორის სოციუმსა და დაუშვათ სამთავრობო სტრუქტურებს შორის აქაც დაეძაბა სიტუაცია რაც მოსალოდნელი იყო თავისთავად ამაზეც თქვით ნუ ახლა იგივე თუნდაც აიღეთ იუპიტერის სატურნის დაპირისპირება ხო სატურნი ეს არის ხელმძღვანელობა ეს არის მთავრობა იუპიტერი არის სოციუმი აგერ ბატონო მათ შორის 90 გრადუსი შეიკვრა თუ არა დაიწყო დაძაბულობა მომენტალურად ჩაერთო მათ შორის იგივე ეს დაძაბულობის პროგრამა მათ შორის იგივე თუნდაც ჩვენ საზოგადოებაში და ასეთი იქნება კიდევ არაერთ ქვეყანაში ნუ შეერთებულ შტატებში რა ხდება ხო ხედავთ იგლამის საომარი სიტუაცია საერთოდ გამოცხადებული ეს ყველაფერი მოსალოდნელი იყო ამაზე აღვნიშნე ჩვენ თორე 26-ის მერე ნელ-ნელა ეს სიტუაციები ჩაწმოვდება ამაზე ლაპარაკი ამიტომ როცა ვამბობ განსაკუთრებით გამოვყოფ და აღვნიშნე რომ ასეთი რთული ივნისი ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისში პერიოდი ჯერ არ ქონია წელს ხო და ახლა კიდე ერთხელ გეუბნებით რომ ივნისი პლუს მერე იქნება წინ ვამბობ ოქტომბერი და დეკემბერი ვიღაცა იღებს ოქტომბერში გაისერნებს ისევ ახლო აღმოსავლეთში და ისევ ჩარჩება მერე იქ ხო ამიტომ თხილად პერიოდი არის აბსოლუტურად სხვა ტრანსფორმაცია ომების ალბათობა მაღალია ყველგან რევოლუციების სხვადასხვა სახის შეჯახებების და შეტაკებების ამიტომ გავაფრთხილდით ცოტა საკუთარ თავს ვიმეორებ ეს არ არის 25 და 26 დავუშვათ იქ თუნდაც 3 და 4 წლის წინანდელი პერიოდი ამიტომ მაქსიმალურად იღავით ყურადღებით ვინც გაფრთხილებულია ის შეიარაღებულია როგორც ჩვენ ვამბობთ ამას ეხლა მივადექით რახან ამ კვირას ესე იგი 16-22 ივნისის შუალედზეა საუბარი ვნახოთ უკვე როგორ იქნება ეს კვირა ზოდიაქოს ნიშანთათვის თორე ის რომ იქნება დაძაბული ისე რთული ურთიერთ გაგება დაბალი გეომანტია ძალიან დაძაბული ტრაუმატული ტენდენციების ალბათობა მაღალი კონფლიქტების ალბათობა მაღალი ეს უკვე მე მგონი გასაგებია ხო გავაფრთხილდეთ მაქსიმალურად საკუთარ ემოციას არავითარ პროვოკაციებს არ აყვეთ გავაფრთხილდით ჯანმრთელობას მაქსიმალურად ეს პერიოდიც ეს კვირაც გავიაროთ თხილად ეხლა სხვა კიდევ მშვენი ტენდენციები ამ კვირის ეს პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი რომელიც მე მაძლევს კიდევ იმის იმედს რომ ნელ-ნელა 20-ისკენ შეიძლება ეს სიმძაფრე ჩაქრეს ეს რა არის ის რომ პლანეტა მარსი რომელიც ახლა ლომის ზოდიაქოშია ლომი კი ცეცხლის სტიქია და ამიტომ აღვევს ამ ცეცხლოვან ენერგიებს მათ შორის იარაღის გამოყენებით აი სწორედ პლანეტა მარსი უკვე სამშაბათს 17-ში გადაინაცვლებს შედარებით უფრო მშვიდ მიწის სტიქიის წარმომადგენელ ქალწულში ეს რას ნიშნავს? ამას თავისი პლუსები აქვს, თავისი მინუსები აქვს. პლუსი არის ის, რომ ადამიანის მოქმედება, მისი აგრესია შედარებით უფრო მშვიდელ ფერს მიიღებს. ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ ჩვენთვის მერე სადღაც 20-ისკენ ნელ-ნელა სიტუაცია წავდაწყნარებისკენ, მაგრამ ესე არ ხდება, როცა ერთ დღეში ყველაფერი იცვლება, ხო? ახლა როცა ასეთი ამბავი მოხდა
ამას კიდე ინერციული დრო უნდა, რომ ეს ნელ-ნელა დალაგდეს, დაწყნარდეს, ამოისუნთქონ, გაიაზრონ, მოილაპარაკონ და ასე შემდგომ, ხო? მაგრამ 17-დან იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი ნელ-ნელა აი მოვლენასთან დაკავშირებით შეერთება. მაგრამ ამას თავისი მინუსები აქვს, რა აქვს ამას თავისი მინუსი? მარსი შევიდა ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში. ქალწული კი რას მართავს ასტროლოგიურად? ქალწული მართავს კოლეგებს, ამიტომ კოლეგებს შორის შეიძლება თავისუფლად შეიკრას როგორც საქმიანი, ძალიან კარგი ერთობლივი პარტნიორული თანამშრომლობა, ეს დადებითია. ასევე შეიძლება უარყოფითი, უარყოფითი რა შეიძლება იყოს? მათ შორის გარკვეული კონფლიქტი და დაძაბულობა ერთობლივ საქმესთან დაკავშირებით. ორივე თანაბრად შესაძლებელია. ამის გარდა და შეიძლება ივლისის ბოლომდე გასტანოს ამ პროცესები. ამის გარდა კიდევ რა არის ქალწული? ქალწული ეს არის ჯანმრთელობა. ქალწული ეს არის მედიცინა. ამიტომ სამედიცინო სფეროში შეიძლება თვალშისაცემი გახდეს დაძაბულობები, კონფლიქტები. ან ერთობლივი პარტნიორული თანამშრომლობები ცალკეულ ორგანიზაციებს ან ჯგუფებს შორის, ანუ აქვს ამას თავისი დადებითი უარყოფითი ორივეს ვამბობ. და ასევე ესე იგი ვიყოთ ყურადღებით ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. არ არის გამორიცხული, რომ თქვენი მოქმედება შეიძლება გახდეს თქვენი ჯანმრთელობისთვის ძალიან კარგი, იგივე სამკურნალო და გამოჯანმრთელდეთ და შეიძლება პირიქით გამწვავდეს ზოგიერთი ისეთი დაავადება, რომელიც დავუშვათ უკვე აღარც გახსოვდათ ან გეგონათ რომ უკვე დასრულებულია, მაგრამ უცებ შეგახსენათ თავი. აი ეს ტენდენციები მარსის გადასვლასთან დაკავშირებით სწორედ ქალწულის ზოდიაქოში უახლოეს დაახლოებით თვენახევარში თვალშისაცემი იქნება. და ამისთვისაც უნდა ვიყოთ მზად. და კიდევ ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა შაბათი დღეა 21 რიცხვი. აქ მზე გადაინაცვლებს კერჩხების ზოდიაქოში ერთი თვით, რაც ნიშნავს იმას, რომ იმედი მაქვს, რომ ამის შედეგადაც სიტუაციები ცოტა დალაგდება, დაწყნარდება, იმიტომ რომ ეხლა მზე იმყოფება ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში და მოგეხსენებათ ტყუპები გაორებული ნიშანია, ხან ერთი უნდა, ხან მეორე, თვითონ არ ვიცი რას, თვითონ არ ვიცი შეად რა უნდა, გაწყლების მიღებაც უჭირს, სულ სწრაფი და მოუთმენელია და უკვე 21-დან როცა ის გადადის უფრო ასე ვთქვათ სტაბილურ ნიშანში, როგორც არის თუმცა უფრო ემოციურ ნიშანში, მაგრამ შედარებით მაინც უფრო სტაბილურ ნიშანში, როგორც არის კერჩხები, იმედი მაქვს, რომ აი ესეც კიდევ ერთი დამაწყნარებელი ფაქტორი იქნება მეტნაკლებად საზოგადოებისთვის. და რაც თავარი 21 რიცხვი, რადგან მზე გადადის კერჩხების ზოდიაქოში, ნიშნავს, რომ აქ ჩვენ გვაქვს ყველაზე გრძელი დღე და ყველაზე მოკლე ღამე. ანუ ზაფხულის ბუნიობა, რომელიც ყოველთვის არის საკრალური დღე, რითიც რო 4 განსაკუთრებული დღეა წლის განმავლობაში, 2 დღეღამტოლობა და 2 ბუნიობა ზამთრის და ზაფხულის, როდესაც იხსნება კოსმიური პორტალი და სამყაროში მოდის არნახულად კარგი სასიკეთო ენერგია. ამიტომ აქედან გამომდინარე, ვეცადოთ რომ 21-ში მაქსიმალურად ილოცეთ, დალოცეთ ყველა უცურეთ სამყაროს და თითოეულ ჩვენთაგან სიმშვიდე, ჯანმრთელობა, სტაბილურობა, სიხარული, სიყვარული. ეს არის, მოდი ასე ვთქვათ, სურვილების ჩათქმისთვის ერთ-ერთი საუკეთესო დღე. ეს მოკლედ რაც შეიძლება ითქვას, მოკლედ ეს შემდეგ კვირის ტენდენციებზე. ეხლა მოდი ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს შევეხოთ და რა ტენდენციები ამასთან დაკავშირებით. ნუ რადგან დედამიწა მაინც ენერგოველში, უარყოფით ენერგოველშია, დაძაბულობა ყველა ზოდიაქოს ნიშანთათვის გრძელდება. აქედან გამომდინარე, მაგალითად ვერცხლის ცხოვრებაში დაძაბულობა უდაოდ იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ენერგოტონუსს ეს ნიშანი არ უჩივის. ვერძე ახლა აქტიური ენერგიული ინიციატივიანია, კომუნიკაბელურია, ლიდერია, ხელმძღვანელია, კარგი ორგანიზატორია კი, მაგრამ ამ დაძაბულობას ვერ გაექცევა. ამასთან ერთად მოდი აღვნიშნოთ, რომ აქ მოხდება ზოგიერთ შემთხვევაში საკუთარი ინტერესების დაცვა, ზოგჯერ აგრესიული მეთოდებითაც კი და სხვა შორის ცოტა მატლობს მას შეგვიზმე. დიქტატორული ტენდენციები, ზოგჯერ ასე ვთქვათ, ზედმეტი სულსწრაფობა და ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ამის შედეგად თქვენი მოქმედება იქით გადავიდეს, რომ საერთოდ არ იცავს სხვის უფლებებს და სხვის ტერიტორიაზე შეიძლება შეიჭრათ, მოდი ესე ვთქვათ, ფიგურალურად, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საფოსკო რეაქციები და კონფლიქტები, რომელიც შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში სასამართლო პროცესებში გადავიდეს ყოველივე ეს დაძაბულობა. ამასთან ერთად აღვნიშნოთ, რომ აქ შეიძლება ზოგიერთი ურთიერთობა საერთოდ გაწყდეს. და იყავით ყურა, ან შეიძლება მოხდეს მისი სერიოზული ტრანსფორმირება. განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ. მაღალი ფეიკების მიმართ შეიძლება არასწორი ინფორმაცია მიიღოთ, ზოგიერთ ესდება თქვენს მოტყუებას, ამას შეიძლება კიდე დაუნტევითი გაღიზიანება გამოიწვიოს. მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ ხელშეკრულების დადებისას, რათა აქ არ იჩქარო და შესტომარ და უშეტრისი ალბათობა მაღალია და მეტი ტაქტით აღჭერა დებთან, ძმებთან, მეზობლებთან.
ასევე მეტი ყურადღება მეგობრებს, სადაც შეიძლება ასევე სხვადასხვა ინტერესთა დაჯახება მოხდეს და სიტუაცია საგნებად დაიძაბოს. ამ ღრივაც ვიყოთ ცოტა ყურადღებით. რაც შეეხება კუროს ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, ერგოტონუსი მაინც ჯერ კიდევ თქვენი დაბალია, ამიტომ გავფრთხილდით ჯანმრთელობა ცოტა გამოაწინეთ საკუთარი თავი და შესაძლებლობის და გვარად დაისვენეთ თუ არის ეს შესაძლებლობა. ცვლილებები მოსაოდნელია სახლში, ოჯახში, რისთვისაც უნდა იყოთ მზად, სხვადასხვა სახით და ფორმით, სხვა შორის. დაწყებული დაუშვათ ელექტროტექნიკის, სანტექნიკის გაფუჭები, დამთავრებული ზოგიერთ შემთხვევაში ურთიერთობების დაძაბვითაც კი, ან შეიძლება ზოგიერთს მოხდეს საერთოდ ადგილსამყოფელის ბინის შეცვლა. ასევე მოდით ავშვათ, რომ ფინანსურმა სირთულეებმა შეიძლება იჩინონ თავი. მნიშვნელოვან გაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ 26 რიცხვის მერე მხოლოდ. ეხლა მაქსიმალურად შეიკავეთ ამისგან თავი, იმიტომ რომ შესაბამის დაშვების ალბათობა ამ კუთხით ძალიან მაღალია. დავუშვათ ისიც, რომ აქ მაქსიმალურად მოერიდეთ ზედმეტ ფინანსურ ხარჯს. შეიძლება სხვა შორის ადრეული საქმეებიდან ფინანსური დივიდენდი მიიღეთ, მაგრამ ეს ეხლა რეალიზაციაში არ გაუშვათ. არავით არის ზედმეტი ინვესტიციები, კაპიტალ დაბანდებები არა. 26 რიცხვის მერე დაიწყება თქვენთვის. აი შეიძლება 20 რიცხვიდანაც. მოდით თუ საჩქაროა რაღაცა 20 რიცხვიდან, კი ბატონო, უკვე კარგი პერიოდია საგრილებისთვის, ფინანსური დაბანდებებისთვის და ფინანსურ ბიზნეს საქმეებისთვის, იქამდე არა. რაც შეეხება ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, ავუშვათ, რომ თქვენ მაინც თავარი ფავორიტი ხართ ამ პერიოდის, ერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, კომუნიკაცია, გონება מחვილობა, ეს ყველაფერი სათანადო სიმაღლეზეა, კი, მაგრამ საერთო დაძაბულობა ითხოვს რასკვლელია ყურადღებას თქვენი მხრიდან, იმიტომ რომ სხვათა სიტყვები ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გახდეს ზედმეტად გამაღიზიანებელი თქვენთვის. სხვადასხვა სახის ფობიები, შიშები, ქვეცნებიერი შიშები, არაადეკვატური რეაქციები მოვლენებზე შეიძლება თქვენი მხრიდან ასევე თვალშისაცემი გახდეს. ასევე თქვენ შეიძლება იგნოროთ, რომ ისევ და ისევ ზოწოლის ქვეშ ხართ ხელმძღვანელთა მხრიდან, ზოგიერთ შემთხვევაში დაუშვათ ახლობელთა მხრიდანაც კი და ვალდებულებების აი ეს ასე ვთქვათ ზეგავლენა ძალიან ასე ვთქვათ ზღუდავს თქვენს თავისუფლებას. ზოგიერთ შემთხვევაში თქვენი დამოკიდებულება საქმისადმი შეიძლება არ იყოს სათანადო სერიოზულობისა და აქედან გამომდინარე ამან გააღიზიანოს უკვე სხვა ადამიანები ჩათვალო, რომ თქვენ არახარისხიანად მუშაობთ და ასრულებთ თქვენს ვალდებულებებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჭორები, ინტრიგები, კონფლიქტები და ამ მხრივ ვიყავით ცოტა ყურადღებით, რომ არ აყვეთ აქ პროვოკაციებს და ამგვარ ასე ვთქვათ არასასურველ კონფლიქტებს. რაც შეეხება კერჩხლების ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, ამშვათ, რომ მზე მართალია უკვე გადმოდის შაბათს თქვენ ზოდიაქოს ნიშანში, ანუ ნელ-ნელა იგრძნობთ ერგოტონუსის მატებას და ინტუიციის ზრდას. ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ მაინც იყავით ყურადღებით, იმიტომ რომ მაინც ეს ჯერ კიდევ ის პერიოდი, როდესაც შეიძლება აი კუდი მოიქნიოს, რომ იტყვიან ტყუპების ზოდიაქოს ნიშანმა და იყავით მაინც ფრთხილად, იმიტომ რომ სხვადასხვა სახის სირთულეები, გეგმების შეცვლის ტენდენციები იჩენენ თავს, შეიძლება წინასწარ განსაზღვრელი ხარჯის წინაშე აღმოჩნდეთ, შეიძლება გართულდეს ურთიერთობები, დაუშვათ ხელმძღვანელ პირებთან ამის ტენდენციაც არის. ამგვარად გაითვალისწინეთ, რომ უკვე კარგია ეს პერიოდი, განსაკუთრებით კვირის მეორე ნახევარი მოლაპარაკებებისთვის. აქ მაგალითად მეორე ნახევარში უკვე რაც მზე მეტად მიუახლოვდება თქვენ ზოდიაქოს, იგრძნობთ, რომ ცოტა მხარდაჭერა, სიმპათიას თქვენ და მის სხვათა მხრიდან მოიმატებს და მათი თანადგომაც იქნება მნიშვნელოვანი. თავარი არის რა, კვირის განმავლობაში არ აყვეთ პროვოკაციებს და ზედმეტ ემოციებს არ აყვეთ მეტ-მეტეს რთულ სიტუაციებში. საღი გონებით, ცივი გონებით განსაჯეთ ყველაფერი, რომ შესაბამები არ დაუშვათ. გასულით რომ ჯერ კიდევ პარომტრებს არ ძინავთ, ამიტომ ენასკვლელი დააჭერეთ, საიდუმლო დაიცავით, ნუ ელაპარაკებთ ჯერ თქვენი გეგმების შესახებ და აი ესეთი ფორმით გავიაროთ ცოტა ყურადღებით მაინც ეს პერიოდი. უკვე შემდეგ კვირიდან თქვენ გახდებით თავარი ფავორიტი. ასე ვთქვათ, იმის გარდა რომ აქ მზე გადადის თქვენ ზოდიაქოში, გამარჯვების პლანეტა იუპიტერი უკვე გადასულია ასევე თქვენ ზოდიაქოში, ასევე იქ დაგხვდებათ ინტელექტის გონების მმართველი პლანეტა მერკურიც, ამიტომ უკვე სადღაც 21 რიცხვიდან თქვენ გეწყებათ ვარსკვლავური პერიოდი, შეიძლება ესე ვთქვათ. და აქვე მინდა ერთი რამ გითხრათ, რომ აი დაუშვათ თუ თქვენ განზრახული გაქვთ რაღაც მნიშვნელოვანი საქმეების საკითხები, კარგი იქნება თუ ამ შაბათ კვირას გამოიყენებთ შესაძლებლობის და გვარად, იმიტომ რადგან ეს საკრალური დღეებია და აქ თან ისეთი მომენტია, რომ მზე ხდება გამარჯვების პლანეტა იუპიტერს კერჩხლების ზოდიაქოში ხდება და ეს მათი შეხვედრა არის ძალიან კარგი.
ეს ხშირად ხელს უწყობს წარმატების ფაქტორს და თან კიდევ რადგან მარსი გადადის ქალწულში, ისიც ძალიან ჰარმონიულ ელფერს აძლევს ურთიერთობას გამოჩების პლანეტებთან. ამიტომ მოდი ესე ვთქვათ, უკვე 21 და 22-ია შაბათი კვირა დღეები ყველა ნიშანს ეხება. ესეთ მაქსიმალურად მაინც გამოიყენოთ შესაძლებლობის და გვარად. რაც შეეხება ლომის ზოდიაქოს ნიშნავდელებს ერგოტონუსი ამ ნიშანს მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადი, ამიტომ შესაძლებლობები, იდეების რეალიზაცია, რეფორმები, სიახლეები, ეს ყველაფერი შესაძლებელი. ანუ პოზიტიური შანსები გვაქვს, მაგრამ პირველ რიგში მეაქცევთ ყურადღება მაინც წყალქვეშა დინებებს, რადგან დედამიწა ზედმეტად უარყოფით ენერგოველშია, ამ წყალქვეშა დინებებმა არ შექმნან სერიოზული პრობლემები და რასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული მეგობრულ კონტაქტებთან. ეს არის აქ ურთიერთგაგების შემცირების ფონზე არ დაიძაბოს სიტუაცია. ამის გარდა თუ რაღაც სიახლეებს ნერგავთ, არ და ამისთვის პერიოდი კარგია, მაინც კარგად გაიაზროთ ეს ყველაფერი. ნაჩქარევი არ იყოს და იმპულსური ეს სიახლე. ეს ერთი. ამავდროულად ეს ის პერიოდი, როდესაც მაგალითად სამყარო მოუწყობს გამოცდას. თქვენს აი სწორედ აი მეგობრული ურთიერთობების, კოლეგებთან, ხელმძღვანელებთან ურთიერთობების სიმყარეს. ესეც გავითვალისწინოთ. ეს ის პერიოდი, რომელსაც არა უცნობ ადამიანებთან მაქსიმალურად სიფრთხილე გმართებთ, იმიტომ რომ ისინი ეცდებიან ზოგიერთ თქვენი შესაძლებლობების გამოყენებას თქვენს საწინააღმდეგოდაც შემდგომ. ამიტომ ვიყოთ ცოტა ყურადღებით და ნუაყვებით მათ რაღაც დაპირებებს და თქვენ მათ აღრთულანებას თქვენი პერსონით. ამიტომ ვიყავით ყურადღებით, რომ საბოლოოდ ეს მე კონფლიქტები დასრულდება. დაუშვათ ისიც, რომ ზოგიერთი ადამიანის რეაქცია შეიძლება იყოს აბსოლუტურად არადეკვატური და წინასწარ განუსაზღვრელი. ამისათვის უნდა იყოთ მზად. ამასთან ერთად ავტონომიურ რეჟიმში ინდივიდუალურად თუ იმუშავებთ, უფრო უკეთესი იქნება, ვიდრე კოლექტიურ სფეროში თქვენი ჩართვა. და აუშვათ ისიც, რომ ამავდროულად სასიკეთო შესაძლებლობების უდაოდ იქნება, მაგალითად ზოგიერთ თქვენთაგან შეიძლება აღმოჩნდეს რაღაც საჩუქრების წინაშე. ეს ტენდენციაც არის. რაც შეეხება ქალწულის ზოდიაქოს ნიშნავდელებს, ერგოტონუსი ნელ-ნელა უმჯობესდება, ის უდაოდ კარგია, იმიტომ რომ გაზრდეს შრომის უნარიანობაზე და თქვენს თვითრწმენას, მაგრამ რადგან პერიოდი მაინც ცოტა რთულია, ვიყოთ ყურადღებით, მაინც ემოციური გაღიზიანება ჯერ კიდევ მაღალი გაქვთ. და აუნიშნოთ, რომ ეს ის პერიოდი, როდესაც დაძაბულობა, კონფლიქტური ურთიერთობების ტენდენცია, როგორც ხელმძღვანელობთან კოლეგებთან ჯერ კიდევ მაღალია და თუ კოლეგებთან სიტუაცია და ხელმძღვანელებთან დაიძაბა, ეს ნეგატიურ დახს დასვავს თქვენს სამსახურებრივი წინსვლის პერსპექტივას და საერთოდ ვალდებულებების შესრულებას. გარე ასევე ცვლილებები გარკვეულწილად შეეხება თქვენს კარიერას და ფინანსურ სტაბილურობასაც კი. ამიტომ ცოტა ყურადღებით. ასევე შეიძლება არ არის გამორიცხული, შეიძლება შეხვდეთ არაადეკვატური რეაქციების მქონე ადამიანებს. სხვათა მხრიდან აგრესია გამოვლინდეს თქვენ საწინააღმდეგოდ. აქაც ცოტა მეტი თავდაჭერა და არაყოლა პროვოკაციებზე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თქვენთვის. ამის შემდეგ კვირა გაცილებით უკეთესი იქნება. ამიტომ მნიშვნელოვანი საქმეები უმჯობესია შემდეგ კვირისთვის გადავიტანოთ. რაც შეეხება სასწორი ზოდიაქოს ნიშნავდელებს, ერგოტონუსს ეს ნიშანი არ უჩივის, ჯანმრთელობა მდგრადია, ამიტომ აქტიურობა, ენერგიულობა, კომუნიკაბილურობა, გონებამახვილობა კი ბატონო, ეს ყველაფერი შეიძლება ძალიან კარგად წარმოჩნდეს ამ პერიოდში, მაგრამ თქვენ შეიძლება ადვილად შეეჯახოთ ისევ სამართლიანობის, მორალის დარღვევას, ვალდებულებების არ შესრულებას. ცვლილებები, რომელიც შეიძლება აქ მოხდეს, ასევე ამისთვის შეიძლება არ აღმოჩნდეთ და ეს ცვლილებები შეიძლება იყოს საზოგადოებრივი, მათ შორის შეიძლება ამისთვის არ აღმოჩნდეთ მზად. ამავდროულად ფინანსურმა დანაკარგებმა შეიძლება ეჩინონ თავი, არავით არის ზედმეტი და სარისკო კაპიტალ დაბანდებები და ზედმეტი საღირლები თუ არ იქნება ეს კარგად მოფიქრებული, იმიტომ რომ ამას მერე პრობლემები მოყვება და ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს აბსოლუტურად დამოკიდებული თქვენს პარტნიორებზე. ეს პერიოდი არ ვარ გზავრობა მოგზაურობის კუთხით, მათ შორის თუნდაც მივლინების კუთხით უცხოეთში. აქ შეიძლება სხვადასხვა სირთულეები წარმოიქმნას უცხოელების მხრიდან, შეიძლება აღმოჩნდეთ ან მოტყუებული, ან არაადეკვატური სიტუაციები შეიქმნას, რაც ან ტრანსპორტ შეიქმნას პრობლემები, სხვადასხვა სახის სირთულეები ესე დროს იქნება ძალიან მაღალი. დამხრევაც ვიყოთ ყურადღებით. რაც შეეხება მორიელი ზოდიაქოს ნიშნავდელებს, მართალია ერგოტონუსი თქვენი ნელ-ნელა უმჯობესდება, ინტუიციას ნელ-ნელა იზრდება, ეს ყველაფერი კარგია. ამიტომ მოემზადეთ ამის შემდეგ კვირისთვის, რომელიც გაცილებით უკეთესი იქნება, მაგრამ ეს კვირა ჯერ კიდევ თხილად გავიაროთ. იმიტომ როგორც სულიერი ასევე პროფესიონალური კუთხით სირთულეები ჯერ კიდევ მოსალოდნელია. შეიძლება დაიწყოს ურთიერთობა პარტნიორებთან. ცვლილებები, რომელიც შეიძლება მოხდეს ამ კვირაში საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ასევე ნეგატიურ დახს დაასვავს თქვენ
ბიზნეს კარიერას, ამ ფინანსურ შესაძლებლობებს. ამიტომ მოვერიდოთ ყველა სახის ჯერ სარისკო პროექტების შესრულებას. თუმცა შემდეგი კვირიდან დავიწყოთ ეს და იმიტომ რომ აქ იქნება მცდელობა პარტნიორთან მხრიდან, რომ თქვენ ჩაერთოთ სწორედ ასეთ სარისკო ასე ვთქვათ პროექტებში და უმჯობესია რომ ამისგან მაინც აქ თავი შევიკავოთ, თუმცა ზეწოლა დიდი იქნება პარტნიორთან მხრიდან, მეგობართან მხრიდან, კოლეგების მხრიდან. და ენას ყველი დაჭერთ. საიდუმლო დაიცავით ნუ ვილაპარაკებთ ზედმეს თქვენი გეგმების და სურვილების შესახებ. რაც შეეხება შვილდოსნებს, უბრალოდ სკოლის ენერგოტონუს თქვენ არ ურჩივით, იმიტომ მაღალია, სტეშანი აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, კომუნიკაბილურია, გონება მახვილია, კი ბატონო, ეს ყველაფერი კარგია, ორგანიზებული მონაცემებით საკმაოდ მაღალია, მებრძოლის სულისკვეთებად სათაუნო სიმაღლეზეა, მაგრამ საერთო ნეგატიური დედამიწის ენერგოველი თქვენგანაც ითხოვს ყურადღებას. რატო? იმიტომ რომ ეს გაზრდის თქვენში სულსწრაფობას და იმპულსურ მოქმედებებს, რაც შეიძლება გახდეს შეცდომის ტოლფასი. ამასთან ერთად მაღალი ალბათობა აქვს დაძაბულობის და ურთიერთგაგების შემცირების ფონზე, რამაც შეიძლება საერთოდ გაწყვიტოს საქმიანი და პირადი ზოგიერთ შემთხვევაში ურთიერთობებიც კი. იმიტომ რომ სხვადასხვაობა და არდათმობის ტენდენცია, სიჯუტის ტენდენცია არის სწორედ ამ ტენდენციას გამოიწვევს ურთიერთობებში. ამასთან ერთად მოდი ავნიშნოთ, რომ ამ პერიოდში პარტნიორ ურთიერთობების სტაბილურობაზე ამავდროულად ბევრად იქნება დამკვირვებელი თქვენი საერთო წარმატების ფაქტორი. ამიტომ თუ თქვენ შეექმნათ სირთულეები როგორც პირად, ასევე საქმიან ბიზნეს პარტნიორებთან, რას ყველა წარმატებების ფაქტორიც რადიკალურად მოემატებს. აი სამაგეროთ შემოქმედებითი კუთხით პერიოდი კარგია. შემოქმედებითი მუშაობისთვის თქვენი შემოქმედებითი ინჭის უნარის გამოსავლენად კი ამ ხრივ შეგიძლიათ ეს პერიოდი მაქსიმალურად გამოიყენოთ. დღის გაზ რაც შეეხება ამ პერიოდში მოითამაშოთ რომ ენერგოტონუსი ნელ-ნელა უმჯობესდება, მაგრამ არასათანადოა ჯერ და ზედმეტად ნუ გადაიღლებით, იმიტომ მაინც ჯერ არამდგრადია. ამასთან ერთად აღნიშნოთ რომ ემოციური არასტაბილურობა იჩენს თავს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთ შემთხვევაში კონფლიქტები, უსისტემო მუშაობა, გაუგებრობები, კამათისადმი მიდრეკილებები და ასე შემდგომ. ეს რაზეკვირა ნეგატიურ დახს დაასვავს თქვენს საქმეს, თქვენ შრომას და ასე შემდგომ. სხვადასხვა ბიუროკრატიული პრობლემების წინაშე შეიძლება დადგეთ, საბოტაჟი შეიძლება იყოს სხვათა მხრიდან თქვენი საქმის მოქმედების პროექტების მიმართ. ამიტომ კოლექტიური ძალისხმევა ამ კვირას ჯერ კიდევ არ იქნება ეფექტური. აქ ჯობია ინდივიდუალური საქმით დაკავდეთ. ამისთვის უკეთეს იქნება ამის შემდეგი კვირა და შეიძლება ცოტა დაიძაბოს ურთიერთობა თქვენსა და ნაცვლებს შორის, თქვენსა და მეგობრებს შორის, თქვენსა და სასწავლო პარტნიორებს შორის. მეტი ტაქტი, თავდაჭერა, დიპლომატია გმართვეთ მათთან მიმართებაში და მაქსიმალურად გავფრთხილდით ასევე ბავშვებს, შვილებთან ურთიერთობაც უნდა იყოს მაქსიმალურად ჰარმონიული. ჯანმრთელობასაც ცოტა მეტი ყურადღება. ეხლა რაც შეეხება მერწყულებს, მერწყულებო ენერგოტონუსს თქვენ არ ურჩევით, იმუნიტეტი მაღალია, ამიტომ ეს ნიშანი აქტიური, ენერგიული, კომუნიკაბილური, გონება მახვილია, საინტერესო იდეების მატარებელიც არის, მაგრამ რადგან საერთო სიტუაცია დაძაბულია, პარტნიორული კონფლიქტების ალბათობაც მაღალი არის, გამო შეიძლება პარტნიორებმა უარი თქვან თქვენს მხარდაჭერაზე. ამასთან ერთად ამას შეიძლება თქვენს თვითრწმენაზე ნეგატიურად იმოქმედოს. ამასთან ერთად ძველმა მაგათად შეუსრულებელმა ვალდებულებებმა შეიძლება იჩინონ თავი, ან დაუშვათ იყო რაღაც მოლაპარაკება, შეიძლება ახლა არ შესულდეს ან საერთო ტრანსფორმირება მოხდეს მისი. ამიტომ მოიხდება ცოტა ნერვიულობა, ახალი ვარიანტების ძიება, რათა მინიმუმამდე დაიყვანო თქვენი დანაკარგები. რაც შეიძლება ფრთხილად იყავით ფინანსურ ოპერაციებთან. ყველა სახის ფინანსური დოკუმენტაცია ზედმიწევნით ითხოვს ყურადღებას თქვენი მხრიდან, ნუ ჩქარობთ აქ, რომ შეცდომები არ დაუშვათ და მსხვილ საღირლებზე ჯობია უარი ვთქვათ ამ პერიოდში. რაც მეტად შეინარჩუნებთ კარგ ურთიერთობებს შვილებთან და სასწავლო პარტნიორებთან, მით უფრო მეტად იქნებით წარმატებული და პირიქით. რაც შეიძლება თევზების ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, ენერგოტონუსი ნელ-ნელა უმჯობესდება. ჯერ არა იმდენად, რომ თქვენ აქ სარისკო მოქმედებებს მოგედოთ ხელი და გრანდიოზულ პროექტებში ჩაერთოთ. ამიტომ მოდით ავუშვათ, რომ ცოტა მეტი ყურადღება ჯერ კიდევ ჯანმრთელობას, სხვა სახის დაშორებებმა, მაშინ პარტნიორმა დაშორებებმა შეიძლება იჩინონ თავი. აქ მოვერიდოთ რემონტის დაწყებას, სახლის რეკონსტრუქციას, იმიტომ რომ აქ ფინანსურმა პრობლემებმა შეიძლება იჩინონ მეტად თავი. თუმცა ამავდროულად უკვე
კვირის მეორე ნახევრისკენ იგრძნობთ, რომ ნელ-ნელა თქვენი გავლენის სფერო კოლეგებზე, მეგობრებზე მატულობს და ძლიერდება. უფრო მეტად ინტუიციაზე დაყრდნობით შეგიძლიათ კვირის მეორე ნახევარში სწორი გაწყვეტილების მიღება და აქ უფრო უკეთ გამოიყენებთ თქვენს გამოცდილებას, საქმიან კავშირებს, უფრო მეტად შეძლებთ სამსახურში ახალი მეთოდოლოგიის გამოყენება საქმეებში მათ შორის, რაც კარგია. დღეს უფრო მეტად ხელში უწყობს მათ შორის თქვენს კარიერულ განვითარებას და ამხრივ წინსვლას და თანდათან უკვე კვირის ბოლოსკენ გაუმჯობესდება თქვენი ურთიერთობები ასევე ახლობლებთანაც. 16 რიცხვი ხვალინდელი დღე, ეს არის ორშაბათი. აქ ჩვენ მიაქციოთ ყურადღება მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდს, ან უკურსო მთვარე, როგორც განარად უწოდებთ ზოგჯერ მას ჩვენ. იგი არის ღამის საათებში 21 საათიდან 32 წუთიდან 22 საათამდე 11 წუთამდე გასტანს და ამ დროს რა ხდება? ზედმეტად დუმდება ყურადღება ადამიანს, შეიძლება გახდეს საკმარისი მიზეზი არასასრული ტრავმებისა და ავარებისა. ამიტომ ამ პერიოდში მეორე 21 საათიდან 32 წუთიდან 22 საათამდე 11 წუთამდე ხვალ ძღოლებს და ქვეითად მოსაუბრებლებს სჭირდებათ განსაკუთრებული ყურადღება. ეს არის ხვალინდელი დღე გარკვეული კარმული გამოცდის დღე, შესაძლებელი იქნება ინტრიგების დაძლევა, ცნობიერების გაფართოება, ახალი გამოცდილების მიღება ამავდროულად. პარტიულ ურთიერთობებს კი გააღრმავებს მოულოდნელი მგზავრობა, ან დაუშვათ სასიამოვნებებთან ერთად გართობა, კარგია სუნთქვითი ვარჯიშების ჩატარება, გულსიზარღვანი სისტემის კურნალობა და საკვებ მეტად ხილის და ბოსტნეულის გამოყენება. თუმცა ზედმეტს ნუ ილაპარაკებთ და ზედმეტად ნუ ინერვიულებთ. დაუგდეთ ყური უფროს თაობის მანდილოსან და მათ შორის დედათა რჩევებს. ამავდროულად ჯანმრთელობის კუთხით სუსტება, მხედველობა, ნერვული სისტემა, ვენების ზონა, ამიტომ ფეხზე დგომა არ იქნება სასურველი, ჯობია იაროთ ფეხით ვიდრე იდგეთ. და ფეხის კუნთების ზონა. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში ხვალ განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ იქნება სასურველი. ყველას კარგია ხვალინდელი დღე ტყუპების და შელდოსნის ზოდიაქოს ნიშანთათვის. 17 ივნისს რაც შეეხება, ეს უკვე სამშაბათი დღეა, მოგეხსენებათ ჩვენ ეს თავიდან აღვნიშნეთ, მაგრამ ახლა კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ სწორედ 17 ივნისიდან სამშაბათი დღიდან თითქმის 7 აგვისტომდე საქმიანობის მოქმედების მმართველი პლანეტა მარსი გადაინაცვლებს ლომიდან ქალწულის ზოდიაქოში. და ამ ზეგავლენის შედეგად მეტად განავითარებს ადამიანთა მოქმედებაში, საქმიანობაში თვისებებს ქალწულისა, როგორც არის ორგანიზებულობა, დისციპლინა, შრომისმოყვარეობა, მოთმინება, ნებისყოფა, შეუპოვრობა, პრაგმატულობა, სისუფთავისა და წესრიგისადმი მიდრეკილება, პასუხისმგებლობა, ტრადიციებისადმი მიდრეკილება ეს დადებითი. მაგრამ გააზრდებს უარყოფითებებსაც, როგორც არის სიჯულთა, ზედმეტი პირდაპირობა, წვრილმანებისადმი ჩაძიება, თუმცა გახსოვდეთ, რომ წვრილმანებისადმი ჩაძიება რამდენიც კარგია საქმეში, იმდენად ცოტა უტანელია პირად ურთიერთობებში. თვითონ დღეს რაც შეეხება 17 რიცხვს და მე იმედი მაქვს, რომ აი სწორედ მარსის გადასვლა ქალწულში ცოტა დააშოშმინებს ზედმეტ აგრესიულ გამოვლენებებს მსოფლიოში და ცალკე ადამიანებში. სხვა მხრივ ზეგინდელი დღე, ანუ სამშაბათი ითხოვს ყურადღებით მაინც მიდევნებას თვალისა მოვლენათა მსვლელობის მიმართ, იმიტომ რომ შეიძლება უცებ რაღაც რადიკალურად შეიცვალოს. მეტი ტაქტი და მოთმინება გმართობთ განსაკუთრებით კოლეგებთან მიმართებაში და შეამცირეთ ურთიერთობა როგორც სამშაბათს, ასევე ოთხშაბათს უცნობ ადამიანებთან. მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს, შვილებს, თქვენი გარეგნობის მოწესრიგებას და ასე შემდგომ. ესეც სამშაბათიც გარკვეულწილად კარმული გამოცდის, ასე ვთქვათ, დღეა. ჯანმრთელობის კუთხით სუსტება აკაც ლიმფური ნერვული სისტემა, მხედველობა, ტერფების ზონა, ვენები. და აღნიშნოთ, რომ პოზიტიურია ეს დღე კირჩხიბთათვის და თხის კათათვის. 18 რიცხვს რაც შეეხება ივნისისა, ეს არის ოთხშაბათი დღე, გეომაგნიტურია და მოგხსენებათ, რომ გეომაგნიტური დღის დროს რა არის საჭირო? მეტი ყურადღება გულსიზარღვანი სისტემის მიმართ, აქ შეიძლება უცებ შეიცვალოს წნევა, რამაც უგუნებობა, დისკომფორტი გამოიწვიოს, თავის ტკივილები, ამიტომ ამ შემთხვევაში აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება წნევას და შესაბამისი ზომებიც მიიღეთ. შესაძლებელია მოულოდნელი მოვლენებისა და განსაკუთრებების წინაშე აღმოჩნდეთ. სამყარო ამოწმებს თქვენი შეთანხმების სისწორესა და სიმტკიცეს სხვა ადამიანებთან. შესაძლებელია ეჭვიანობის და შურის გამოვლენაც მოხდეს ხასიათში. მოდი ამშვიდობთ, რომ პირველ რიგში დღის საათები, ოთხშაბათს უფრო მეტად ხელშეუწყობენ კომუნიკაციას და კომპრომისების პოვნას. საღამოს კი უფრო მეტად მოიმართებს გაღიზიანება და შეუწყნარებლობა.
რაც შეეხება ჯანმრთელობას, სუსტდება ნერვული ლიმფური სისტემა, ტერფები, მხედველობა. ოპერაციების ჩატარება ამ მემართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა ოთხშაბათს სასურველი არ იქნება. ყველაზე კარგი ეს დღე კუროს, ქალწულის, მორიელის და თევზების ზოდიაქოს ნიშანთათვის. რაც შეეხება ხუთშაბათს უკვე 19 ივნისია, დღე ესეც გეომაგნიტური, ამიტომ იცით რა უნდა გქნათ, წნევოსპირელ შეყურადღება და შესაბამისი პროფილაქტიკა გამოიყენოთ და ამ დღეს არ აყვით პროვოკაციებს, რომელთა ალბათობა მოიმატებს. ასე ვთქვათ, სარისკო მოქმედებებს მოვერიდოთ. კარგია სამაგრო წყლის პროცედურების ჩატარება, შეძლებელია აქ განწყობის ცვალებადობამაც იჩინოს თავი. გარკვეულწილად ეს ის პერიოდი, რომელშიც მაგალითად საღამოსკენ აქაც ხუთშაბათს სირთულეების და კონფლიქტების ალბათობას მოემატებს. მას შორის პარტნიორულ ურთიერთობებში გაძლიერდება პროტენზიულობა, წყენა, კამათისადმი მეტი მიდრეკილება, ჯანმრთელობის კუთხით კი სუსტდება რა, თავის ეძარვანი სისტემა, ცხვირი და გზნობათა ორგანოები. ოპერაციების ჩატარება მათ მიმართებაში არ არის სასურველი და ხუთშაბათს ნებისმიერი დარღვევა წესებისა შეიძლება სერიოზული ჯარებით დასრულდეს. ვერძისთვის და სასწორისთვის იქნება ყველაზე კარგი ხუთშაბათი დღე. რაც შეეხება პარასკევს, აქაც გეომაგნიტური დღე, ხედავთ ZZ3 გეომაგნიტური დღეა და განსაკუთრებული ყურადღება, ესე იგი ამ დროს წნევას და შესაბამის პროფილაქტიკას და იბანავებთ პარასკევს არაფხიზელ მდგომარეობაში. შესაძლებელია ასევე ქრონიკული დაავადებების გამწვავებასაც ჰქონდეს ადგილი, მაგრამ შედარებით გაადვილდება მიზნის მიღწევა საღამოსკენ უფრო მეტად. მოიმატებს ინტუიცია და აქ კარგია ეს დღე ძველი უსარგებლო ნივთებისგან განთავისუფლებისათვის. მოერიდეთ საკუთარი იდეების უადგილო პროპაგანდას. პარტნიორულ ურთიერთობებში კამათს, ფიზიკურ გადაყვალს და წესების დარღვევას. რაც შეეხება ჯანმრთელობას, სუსტდება ისევ თავის ეძარვანი სისტემა, ცხვირი, გზნობათა ორგანოები. პოზიტიური ეს დღე ტყუპების, ლომის, მშვილდოსნის და მერწყულის ზოდიაქოს ნიშანთათვის. შაბათი დღე 21 ივნისია, აქ ჩვენ ოპერაციულისა ზაფხულის მზებუდობა გვაქვს. ყველაზე გრძელი დღე, ყველაზე მოკლე ღამე, ილოცეთ და დალოცეთ ყველა. სამყაროდან მოდის მეტად სასიკეთო ენერგია, ამიტომ მედი მაქვს რომ აი ამ პერიოდისთვის შედარებით უკვე შემცირდება აგრესია და მეტად ჩაერთვება სასიკეთო ენერგია. ჩაოთქვით, დაუშვათ თქვენი სურვილები, ჩამოწერეთ ეს სურვილები, თუ გნებავთ მეტი სიყვარული გამოავლინეთ. ზერთი თვით განასვლებს უკვე შაბათს კერჩხების ზოდიაქოში და ამ პერიოდში მეტად განავითარებს ამზე გავლენის შედეგად ადამიანთა ხასიათში. ემოციურობას, გზნობიარობას, რომანტიულობას, ინტუიციას, პატრიოტიზმს, ტრადიციულობას, ოჯახური ინსტიტუტის მეტად პატივისცემას ამდროულად განავითარებს შიშებს. ცუდ აზრებს ზოგჯერ შემთხვევაში ტყუილს ხასიათს ვალებადობას ეს ნეგატივით შეიძლება იყოს. ყოველ შემთხვევაში მოიტანხმოთ რომ მოვერიდოთ შორეულ მოგზაურობას შაბათს და წყლის ტრანსპორტით მგზავრობას. ყველას უსურვოთ სამაგიეროდ ბედნიერება. და ეცადეთ რომ არ აღმოჩნდეს სხვათა ზეგავლენის ქვეშ. აი ამ ნეგატიურ ტენდენციებს მიაქცევთ ყურადღება. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ყელი ენდოკრინული სისტემა, სწორი ნაწლავის ზონა. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოთა მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ იქნება სასურველი. კარგია ეს დღე კერჩხების და თხისკას ზოდიაქოს ნიშანთათვის. რაც შეეხება კვირადღეს 22 ივნისია იგი აქ მოდი ასე ვთქვათ არ წამოიგოთ ხვის მხრიდან თქვენს ქებად დიდებას. დაერგნანით მეტად თამდავლობას, ესე უკეთესი იქნება. დღე ახსოვსია იდუმალი, ზოგიერთ შემთხვევაში ძალიან საინტერესო მოვლენებით. და ამავდროულად იქნებით ზედმეტად ხისტი, პირდაპირ და ჯიუტი. სამაგეროდ ეს პერიოდი კარგია სუნთქვითი ვარჯიშებისათვის. ამავდროულად შემოქმედებითი მუშაობისათვის ამ კუთხით კარგია, სხვათა ქორწინებას უწყობს ხელს, სასკვარლო პარტნიორულ ურთიერთობებს, ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, სწორი ნაწლავი, კარგია იგი კულტურულ გასართობი ღონისძიებებისთვის. ყველაზე კარგია იგი კუროს, ქალწულის, მორიელის და თევზების ზოდიაქოს ნიშანთათვის. სანამ დარჩენ თემებზე ვისაუბრებთ, პირველ რიგში კიდევ ერთხელ მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი ასტროკალენდრები, აი პატარა კალენდარი ხედავთ, ეს არის მთელი წლით გათვლილი დადებითი ვარყოფითი დღეები ცალკეული ზოდიაქოს ნიშნებისთვის, ანუ ჯიბის კალენდარი ეგრეთ წოდებული, მაგრამ თუ გვინდა მთელი ოჯახისთვის, რასაკვირველია ესეთი ძვლა, ეს არის საოჯახო
ეგრეთ წოდებული დიდი ასტროკალენდარი, სადაც 12-ვე ზოდიაქოს ნიშნის კარგი ცუდი დღეებია გათვლილი თავისი ახალმთვარეობით, სავსემთვარეობით, მათი აღნიშნით, მნიშვნელობით და ასე შემდგომ და ასევე გვაქვს იცით თქვენ ბიზნეს შემოქმედებით სასწავლო კალენდარი და სამედიცინო ასტროლოგიური კალენდარი, სადაც აღნიშნულია ამა თუ იმ ოპერაციებისთვის, რომელი დღეები არ არის სასურველი წლის განმავლობაში თვეების და მიხედვით. და ეს ყველაფერი სადევს, ეს ყველაფერი დევს ჟურნალი ჰოროსკოპის შიგნით აგელოდებათ ეს ყველაფერი. ჟურნალი ჰოროსკოპი მოგეხსენებათ აქ არის უზარმაზარი ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია გეომანტია, დედამიწისა, მისი მნიშვნელობა 2025 წლის როგორც დასავლური, ასევე აღმოსავლური კალენდრის ზოდიაქოს ნიშნების ასტროპერსპექტივები და პროგნოზები და ყოველდღიური ასტროპროგნოზები იქნებით ამით სერიოზულად გაფრთხილებული, შეიარაღებული, თან შიგნით კიდე გელოდებათ აი ეს ასტროკალენდრები, მთელი სისტემა მათი და ასევე არ დაგვაიცნოს ჟურნალი შენი ჰოროსკოპი. აი ეს პატარა ჟურნალია, მაგრამ უზარმაზარი ინფორმაციის მატარებელი, სადაც არის მთელი, ასე ვთქვათ, წლის განმავლობაში გათვლილი თვეების და მიხედვით ყველა ზოდიაქოს ნიშნის ასტროპროგნოზი. ამის გარდა აქ არის ასევე აღნიშნული, ასე ვთქვათ, მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდები და მათი ახსნა განმარტება და ეს ყველაფერი ასკვლია იყიდება მთელი რესპუბლიკის მასშტაბით ეს ინფორმაცია პრესეჯი ხურებში, მაგრამ რადგან რაღაც საბოტაჟს აქვს ადგილი ზოგიერთის მხრიდან, ამიტომ თუ დავუშვათ რაღაც ადგილებში ვერ იპოვეთ, სადაც უნდა იყიდებოდეს ეს ყველაფერი, მათ შორის პრესის ჟურნალების და წიგნების მაღაზიები გულისხმება, მაშინ შეეხმიანეთ შემდეგი ტელეფონის ნომრით 597 15 99 77. ვიმეორებ 597 15 99 77 და ამ ინფორმაციას მიიღებთ სახლში მიტანით. ეხლა დარჩენილი ინფორმაცია, რომელიც ეხება, ესე იგი, ამ კვირას, ვინც ფინანსებთან, ფულთან არის დაკავშირებული. ამ კვირის განმავლობაში եղავით მაინც ყურადღებით ხილათ, იმიტომ რომ კვირა მაინც მძიმეა, როგორც წინა კვირა, ასევე ეს კვირა რთულია, პრობლემურია, კონფლიქტურია, ამიტომ თქვენს გეგმებზე ფინანსებთან, ბიზნესთან დაკავშირებით არავისთან არაფერი არ თქვათ. ნებისმიერი ინფორმაცია შეიძლება ისე იყოს გამოყენებული თქვენ საწინააღმდეგოდ. და არავის გამორიცხული ბიზნესმენებო იყავით ყურადღებით. შეიძლება უცებ, მოდი ასე ვთქვათ, რაღაც ასე ვთქვათ, აუდიტი დაგადგეთ თავზე და იყავით ყურადღებით, რომ ამ კუთხითაც მერე რაიმე პრობლემები არ წარმოიქმნას. რაც შეეხება მოგზაურობას, საკაც სირთულეების ალბათობა ძალიან მაღალია, მეორებ ეხლა არ არის მოგზაურობის დრო და ეხლა ვინც მომისმინა წინა კვირას ეს იცის და იქაც აღნიშნე რომ ძალიან დიდი სირთულეები ამსავნელი მოგზაურობის კუთხით, ამიტომ ეხლა თავი შეიკავეთ ეს კვირაც ხო შეიძლება 2 კვირა არ მოგზაუროთ ხო რომ მე არ ჩავარდეთ სავალო მდგომარეობის როგორც ზოგიერთი ჩვენი თანამემამული ჩავარდა ეხლა ისრაელში და ვერ გამოდის იქედან მოდი ასე ვთქვათ და მათ შორის ტრამვაის ტენდენციების ალბათობას მოგზაურობის კუთხითაც კი საკმაოდ მაღალია. და რაც შეეხება სასკვალო პარტნიორულ ურთიერთობებს, მოდი ასე ვთქვათ, არავით არის სასკვალო თავგადასავლები ახლა. შეიძლება ისეთი უსიამოვნებების წინაშე აღმოჩნდეთ, რომ მე მტრისას და ავისას არ გვინდათ ეს ღამის გათანებები, მათ შორის სასკვალო პარტნიორული ღამის გათანებები, ამას ვერ მოყვება რაღაც უსიამოვნებები და ესეთი ასე ვთქვათ, ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა, რომელსაც კარგად არ იცნობთ, მით უმეტეს დილამდე აქ, მოდი ასე ვთქვათ, ეს თქვენი ღონისძიებები შეიძლება ძალიან ცუდად დასრულდეს შემდგომ. და მოდი ამშვიდობ, რომ არავით არის პრეტენზიები ერთმანეთის მიმართ, არავით არის კამათი ამ კვირის განმავლობაში. მეორებ, ეს პერიოდი არის რთული, კონფლიქტური, მაგრამ ახლა ერთობლივი შემოქმედებითი მუშაობა თუ გაქვთ, ეს კარგია. მაგრამ არავით არის კამათი და პროვოკაციებზე აყულა. და ერთმანეთის გაღიზიანება ზედმეტად. რაც შეეხება მათ, ვისაც აქვს განზრახული თმის შეჭრა, მათ საყურებლად ვიტყვი, რომ მხოლოდ ესეთი 2 დღე გვაქვს. ჩვენ 17 და 18 ანუ სამშაბათი და ოთხშაბათი დღეები თმების შეჭრისათვის. ვისაც კურნალობის დაწყება აქვს დაუშვათ განზრახული, ყველაზე კარგია 19 ივნისის დღეს რიცხვი, დარჩენ დღეები ნეიტრალურია. ცუდი როგორც ასეთი არც ერთი არა, იმიტომ შეგიძლიათ თუ 19-ში ვერ მოასწრებთ, სხვა დღეების გამოიყენოთ, მაგრამ ყველაზე კარგია 19 ივნისი. ვისაც აქვს სამსახურის შესვლა განზრახული 17 და 19 ივნისის დღეები ამ ხრივ კარგი.
ცუდი არც ერთი არ არის, დანარჩენი დღეები ნეიტრალურია, რაც ასევე პრინციპში კარგია. ხელშეკრულებების დასადება 18, 19, 20 ივნისის დღეები გამოიყენოთ და არ ვარგათ 17 ივნისი. დანარჩენი დღეები საშუალოა. ქორწინებისთვის ყველაზე კარგი იქნება 18 რიცხვი, თუმცა მე ვთვლი, რომ 21-22-იც არ იქნება ცუდი. 18, 21-22. ეს დღეები მაქსიმალურად გამოიყენოთ, სამაგიეროდ არ ვარგა 15, 16, 17 ივნისის დღეები. ბინის ყიდვა გაყიდვისთვის და ახალ ბინაში გადასვლისთვის კარგია 19 და 20 რიცხვები, სხვათ შორის 21-იც კარგია, 22-იც კარგია, არ ვარგა 17 ივნისი. შენებლობის დასაწყება სარემონტო სამუშაოების 16, 17 კარგია, მაგრამ ცუდი არც ერთი არ არის. დანარჩენი დღეები ნეიტრალურია. მსხვილი საღირლებისთვის ყველაზე კარგია 18, 20 რიცხვი, შეიძლება გამოიყენოთ 21, 22-იც და არ ვარგა 17 ივნისის დღე. სასამართლო პროცესების დასაწყებად კარგია 17, 18, 20 რიცხვი და არ ვარგა 16 ივნისის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. ეხლა ვისაც აქვს განზრახული საფინანსო რიტუალების შესრულება და ვინც ამას მიყვება, არის ესეთი ადამიანები სხვათა შორის და მოდი ავუშვათ, რომ აი რა რიტუალები, რა მოქმედებები ხელშეუწყობენ ფინანსური ეგრეგორის, ფინანსური ენერგიის გაძლიერებას და მოზიდვას თქვენდამი. აი მაგალითად. ხვალ 16-ში კარგია მაგალითად საიუველირო ნივთების შეძენა. მაგრამ არ ვარგა საათის შეძენა. ეს პირიქით განიზიდავს შემდგომ ზედმეტ თანხებს. აი 17-ში მაგალითად სამშაბათს კარგია სარკის შეძენა, საკუთარი ფულის გადათვლა, ძვირფასეულობის ჩადება ლომბარდში. ესაც გააძლიერებს სხვა შორის ფინანსურ ეგრეგორს. 18 ივნის 4 შაბათს კარგია ვალის დაბრუნება, მაგრამ აი აქ არ ვარგა უკვე საიუველირო ნივთების შეძენა. ეს პირიქით ზედმეტ თანხებს წაიღებს მერე თქვენი ბიუჯეტიდან. 19 ივნის აქ მოდი ასე ვთქვათ, რომ მოვერიდოთ ყველა სახის ინვესტიციებს. ეს იქნება ყველაზე ასე ვთქვათ წამგებიანი. 20 ივნის აქაც ვალებს ნუ დავაბრუნებთ, იმიტომ რომ მერე დამატებით სირთულეებს შექმნის. 21 ივნის კარგია ვალების დაბრუნება აი აქ, ანუ შაბათს. პარასკევს არ ვარგა შაბათს კი. აქ შეიძლება უკვე ინვესტიციების განხორციელება, საიუველირო ნივთების შეძენა, მაგრამ ძვირფასეულობას ლომბარდში ნუ ჩავდებთ. 22 ივნის კვირას კარგია საკუთარი ფულის გადათვლა, ვალის დაბრუნება. ნუ ესეთ კარგად გააზრებული ინვესტიცია შესაძლებელია, მაგრამ კვირას ვალში ნუ გასცემთ ფულს და ნუ აიღებთ. აი ამ ხრივ ეს დღე არ ვარგა. ეხლა რაც შეეხება უკვე ანგელოზის დროს, ანგელოზის საათს, იცით ეს ის დროა, რომ შეუბისას თქვენ გეძლევათ საშუალება, რომ გახვიდეთ კონტაქტზე თქვენს ფარველ ანგელოზთან და რაღაც თხოვნით მიმართოთ მას. თუ ეს თხოვნა არის ადეკვატური იმისა, რასაც იმსახურებთ თქვენ, ან ის ადამიანი, ვის მიმართაც არის დაუშვათ თხოვნა, მაშინ ეს ყველაფერი ასრულდება. მაგრამ თუ არ არის, არ ეკუთვნის ეს მას, მაშინ ეს არ ასრულდება თავისთავად, მაგრამ ის რომ თქვენ კონტაქტში შედიხართ და აგებინებთ რა გინდათ, ეს უდავოა. ამ პერიოდში ხდება სწორედ ეს. და ლოცვისთვისაც სხვა შორის ეს პერიოდები საკმაოდ კარგია. აი 16 რიცხვში ხვალ მაგალითად ესე დრო ჩვენ გვაქვს დილის 8 საათიდან 33 წუთიდან დილის 9 საათამდე 20 წუთამდე. 17-ში სამშაბათ 17 ივნისის ანგელოზის საათი იწყება დღის ან დილის როგორც გენებოთ 11 საათზე 10 წუთზე და დღის 12 საათზე დასრულდება. 18 ივნის 4 შაბათს დაიწყება ისევ დღის 11 საათზე 23 წუთზე, გასტანს დღის 12 საათამდე 25 წუთამდე. 19 ივნის ეს არის ხუთშაბათი, იგი დაიწყება 14 საათზე 12 წუთზე და 15 საათამდე გასტანს. 20 ივნის ეს პარასკევი დღეა, დღის 11 საათიდან 50 წუთიდან დღის 12 საათამდე 40 წუთამდე. 21 ივნის შაბათს, ესე იგი დღის 11 საათიდან 58 წუთიდან დღის 12 საათამდე 33 წუთამდე გასტანს. იგი და 22-ში 10 საათიდან დილის 10 წუთიდან 11 საათამდე და 5 წუთამდე გასტანს ანგელოზის დრო. ეს ინფორმაცია, რომელიც მე დღეს მინდოდა ზოგადად მე თქვა თქვენთვის და თქვენ უკვე გაფრთხილებული ხართ, შეარაღებული ხართ, შეგიძლიათ ისარგებლოთ, გამოიყენოთ მაქსიმალურად და მე ახლა ასევე მინდა კიდევ ერთხელ ვთხოვოთ, რომ ეს კვირა
მაქსიმალურად ხილად და წინდახედულად გავიაროთ, რომ აქ რაიმე შეცდომები არ დავუშვათ, იმიტომ რომ ნუ აი ეს ორი კვირა ქონდა ჩვენ განსაკუთრებით რთული, რასთან იყო დაკავშირებული თავიდან ჩვენ თქვით და ამის შემდეგ კვირიდან სიტუაცია ნელ-ნელა დაიწყებს დამშვიდებას, იმიტომ დედამიწა უკვე ნელ-ნელა გადაესვლის პოზიტიურ ენერგო ველისკენ და მით უმეტეს 25-ში ჩვენ ოთხშაბათს გვაქვს ახალმთვარეობა და ახალმთვარეობის შემდგომ უკვე 26 რიცხვიდან კიდევ უფრო მეტად სასიკეთო ცვლილებები დაიწყება სამყაროში. ახლა ვისაც აქვს განზრახული პირადი ჰოროსკოპის შედგენა, მათ საყურადღებო მინდა აღნიშნო, რომ საინტერესო მოვლენები ახლა თქვენ გახსოვთ რამ ბოლო ხანს მე ვახსენებდი იმ ამბავს, რომ მამაკაცთა რაოდენობა არანახულად მოიმატა, რაც ჩემთვის იყო ძალიან სასიამოვნო და თან საინტერესო და თან საგონებელს ჩამაგდო ამან, იმიტომ რომ ესეთი რამ არ ყოფილა, ახლა რამდენი წელი 25 წელია მაინც მე ამ საქმეში ვარ ჩართული და ნუ ქალთა უპირატესობა როგორი იყო, იცით, ნუ აი ალბათ 5 ერთთან, ან შეიძლება 7 ერთთან დაახლოებით ესე. და უცებ ესე იგი რაღაც საინტერესო ამბები მოხდა. აი სადღაც მარტის შემდგომ დაიწყო გათანაბრება, ნელ-ნელა ჯერ გათანაბრდა რაოდენობა და ახლა აი ამ ასე ვთქვათ მაისში მაინც ყოველ შემთხვევაში მამაკაცები აშკარად სადღაც დაახლოებით უკვე 3 ერთთან დაახლოებით პროპორციით აჯობეს მანდილოსნებს, რაც არასოდეს არ ყოფილა 25 წლის განმავლობაში წარმოედგინეთ, ხო? და იყო ძალიან საინტერესო ჩემთვის მოვლა ბოლომდე ჯერ ვერ შევისწავლე და ვერ გავარკვია, მაინც რით არის გამპირობებული, მაგ ჩემ ხარ რაღაც იდეები ამ სადაგიშოვეთ, მაგრამ მაინც ნუ საინტერესოა კიდევ დაგვირება, მაგრამ აი ხა როგორც ვატყობ, ნელ-ნელა წავიდა გათანაბრებისკენ, აი ახლა ეს ბოლო ალბათ ერთი კვირა, მაგრამ მაინც მამაკაცები წინ არიან, რაც ასევე ძალიან საინტერესოა. ერთ სიტყვით. მოდი ახლა აღნიშნოთ, რომ ძალიან საინტერესო მოვლენები ამ კუთხითაც, იმიტომ რომ ახლა მაგალითად აი გუშინაც ვესაუბრე ერთ საინტერესო პიროვნებას, რომელმაც ნუ უზარმაზარი ენერგია დახარჯა, საოცარი უმაღლესი სასწავლებლები დაამთავრა, სასწავლებლები, მათ შორის შეერთებულ შტატებში და ასე შემდგომ და სულტრად ვერ გამოიყენეს ვერაფერი. რატო? იმიტომ რომ არც ერთი არ იყო წარმატების მომტანი. და თუ სხვა რაღაცაში ახლა ჩართული, ხო? ნუ ჩვენ დავსახეთ, რაც ყველა გაიაზრა, სად არის წარმატების ფაქტორი, სხვათა შორის ერთი რამ აღიარა, რომ ერთ-ერთი პროფესია, რომელიც მე ავნიშნე, ამაზე ბავშვობიდან ოცნებობდა, მაგრამ ნუ მშობლებმა განსაზღვრეს სხვანაირად. და სხვა რამ უნდოდა და აი ძალიან ხშირად მე ვატყობ ამას, როცა აი მშობლების ჩარევა ზოგჯერ არის არასწორი, იმიტომ მათ კი ეს უნდათ, მაგრამ კითხვა უნდა დასვათ იმ ადამიანისთვის, იმ შვილისთვის, ეს წარმატების მომტანი არის. და ამიტომ აი ეს მომენტი ხდება ხშირად. აქაც ზუსტად ეს შემთხვევა იყო, რომ ეხლა იგი უკვე კარგა ხნის არის უკვე სიმართლე გითხრა და ეხლა ცდილობს რომ როგორმე აი პროფესიასთან როგორმე რაღაც გზები იპოვოს და ნელ-ნელა რაღაც ახლა გასლებით უფრო რთულია ეს რაც მას უნდა ბავშვობიდან, ხო? და ამ დროს იმდენი რამ დაამთავრებდა, ენერგია ჩადო, დაამთავრა იქ რაღაცა საოცარი სამხედრო აკადემიები და ამ შემდგომ რა ძალიან რთულია მოიხსენებათ, ხო? თუნდაც შეერთებულ შტატებში დაამთავრო სამხედრო აკადემია West Point-ი, სამხელ ამბავია და მე ეს ყველაფერი წყალში გადაყარო. თუ არ გაინტერესებს. ნუ ახლა რაღაცის და ვიღაცის გამო ამთავრებ, ხო? აი ესეთი რაღაცები რო არ მოხდეს, შემოკარგებოდათ ყოლუბრაღოთ ბაჩორის შვილებს, რო არ დავაკარგინოთ და საკუთარ თავსაც და მოგიდოთ ხელი იმას, რაც წარმატების მომტანებ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, მე მახსოვს ჩემი თავი, როცა მე პირველად გაიხსნა ჩემი პირადი ჰოროსკოპი და უცებ ხედავ რას, რომ მე მახსოვს, რომ ცოტა დავიბენი ეს რო ვნახე. იმიტომ რომ მე მივდიოდი მეცნიერების გზით, იქ პედაგოგიკის გზით, რაღაც ქონდა ჩემი გზები, ხელოვნების გზითაც მივდიოდი და ნუ მომწონდა ეს ყველაფერი. კი, სადღაც ჩემი იყო, აქ ნიჭი უნარიც ქონდა ამ სფეროში და უცებ მეუბნება სამყარო, რომ ეს ყველაფერი, რასაც აკეთებ, ცუდი არ არის, მაგრამ წარმატების კუთხით საშუალოა. და რა არის წარმატება, საიდან მოდის? ჟურნალისტიკაში ეზოთერული ინფორმაციის, მათ შორის ასტროლოგიის გატარება. ნუ როგორ გინდათ ახლა ეს გაატაროთ, როცა ჩვენთან ჯერ ასტროლოგია საერთოდ ახალი დაწყებული იყო, როცა არც იცოდა, როგორ გინდათ ეს რადიო ტელევიზიაში გაატაროთ, თან მით უმეტეს გადაცემის ფორმით, საერთოდ შორს იყო, მაგრამ ნუ გავრისკე, მაინტერესებდა და შევამოწმე ასტროლოგია, მოდი ასე ვთქვათ. მუშაობს იგი თუ არა? არამხოლოდ მუშაობს, არამედ ნუ საერთოდ დავრჩი, იმიტომ რომ აქ ერთის მაგერად 3 გადაცემა მომწეს თავის დროზე, თავიდანვე და ნუ რასაკვირველია უამრავი საინტერესო ადამიანი გამოცნდა, საერთოდ შეცვალა მთელი ცხოვრება რადიკალურად. ანუ
ამან მიჩვი, ამიტომ ეხლა ხშირად მაგ სტუდენტებთან შეხვედრა და ხშირად ვეუბნები, რომ შემოკარგებო, შეიძლება თქვენ ეს მოგწონთ, შეიძლება გიზიდავთ, შეიძლება ძალიან კარგი მონაცემები გაქვთ, მაგრამ არ იყოს წარმატების მომტანი. ამიტომ უნდა ვიპოვოთ ისეთი, რაც გიზიდავთ კიდეც სადღაც მოგწონთ, მაგრამ თან გამარჯვების მომტანი იყოს. რომ თქვენ უბრალოდ დრო არ დახარჯოთ მარტო იმაში, რაც გიზიდოთ, მაგრამ წარმატების მომტანი არ არის. მეგობრებო, და ამიტომაც ესე იგი, ვისაც აქვს განზრახული პირადი ჰოროსკოპის შედგენა, მობრძანდით შემოკარგებო, შეგვეხმიანეთ ჯერ ტელეფონის ნომრით 599 91 52 38, მეორე 599 91 52 38, შევადგენოთ თქვენი პირადი ასტროლოგიური რუქა და ამის და მიხედვით სწორად ვიმოქმედოთ, რომ შეცდომები არ დაუშვა და ვიყოთ უფრო წარმატებულები და უფრო მეტად ბედნიერები. ხვალ-დილით რასკოლია 11 საათზე თქვენ კიდევ ერთხელ ნახავთ დღევანდელ ჩვენს გადაცემას ტელეკომპანია კავკასიის ეთერში. ასევე ხვალ-დილით ჩვენ შევხვდებით ერთმანეს 15 წუთი როაკლია დილით ტელეკომპანია იმედის ეთერში დილის გადაცემაში, მე როგორ განსვლებთ რადიო იმედის დილის გადაცემაში 10:20 წუთზე და დილის 10 საათზე უკვე შევხვდებით ტელეკომპანია პოსტივის დილის გადაცემაში, ასევე პოსტივის შევხვდებით ხუთშაბათს დილის გადაცემაში, ასევე პარასკევს შევხვდებით რუსთავი 2 შუადღის გადაცემაში და ასევე რადიო ფორტუნა ყოველ დილით დაახლოებით 15 წუთი როაკლია 9 საათს 11 საათს დროს ახმოვანებს ჩვენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას იმ კვირის ასტროპროგნოზის შესახებ და ხართ ამით გაფრთხილებული, შეიარაღებული. იმედია წარმატებული. კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, რომ ეს კვირა ცოტა ფრთხილად გავიაროთ, მეტი მოთმინებით, თავდაჭერით, პროვოკაციებს არ აყვეთ და უკვე ამის შემდეგ კვირიდან თანდათან დაიწყება, ასე ვთქვათ, უკეთესობისკენ სვლა. ინფორმაციით, საუკეთესო სურვილებით, თქვენი წარმატების იმედით, გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.